პურის მარცვალი. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი მშრომელი კაცი. ერთხელ კაცს გუთანი შეება და მიწას ხნავდა. დღის ბოლოს მიწას ერთი პურის მარცვალი ამოაყოლა, როგორც თხილის გული, ისეთი დიდი და კარგი. გაუკვირდა კაცს, გამოხსნა გუთანი და შინ წამოვიდა. იმ დრომდის არ ვიმუშავებს, სანამ არ ვიპოვი ამ პურის მჭამელ ხალხსო. გასწია და დიდხანს იარა. ხან ვის აჩვენებს იმ მარცვალს და ხან ვის, მაგრამ არავინ არაფერი იცის. ბოლოს ერთ ადგილას უთხრეს, რომ ამა და ამ სოფელში ერთი ბებერი ცხოვრობს და იმას თუ ეცოდინებაო. მიადგა კაცი ბებრის სახლის კარს. ოჯახის პატრონო, ოჯახის პატრონო. გამოეპასუხა ძალიან მოხუცებული ქალი, კაკვივით მოხრილა და მიწას ჩასჩერებია. შინ არის თქვენი ქმარი? კითხა კაცმა ქალს. დიახ, პანზეა გასული და პანს ადგებნის. თუ შეიძლება დაუძახეთ, ერთი საქმე მაქვს. დაუძახა ქალმა ქმარს. გამოვიდა სახლიდან ღრმად მოხუცი კაცი. თეთრი წვერი მკერდზე დაფენია და კითხა. რა გინდა? რამ შეგაწუხა? კაცმა აჩვენა პურის მარცვალი ბერი კაცს და კითხა. აი ძია კაცო, იმ დროის მომსწრე თუ ხარ, როცა ხალხი ასეთ მსხვილ მარცვალს ჭამდა. მე არა შვილო, მაგრამ ჩემი უფროსი ძმა ცხოვრობს აგერ იქით და შეიძლება ის იყოს იმ დროის მომსწრე და მნახველი. მიადგა კაცი შუათანა ძმის სახლის კარს. დაძახილზე გამოიხედა კაცის ცოლმა. ხანშია შესული და სიარული უძნელდება. უთხრა კაცს. შენ არის ჩემი ქმარი და სძინავს. ეყოფა რაც ეძინა, წავალ გავაღვიძებ. შევიდა ქალი სახლში და გააღვიძა ქმარი მუჯლუგუნით. გამოვიდა სახლიდან შუათანა ძმა. თეთრით მაწვერი მოსდებია და ცალი ხელით ჯოხს ეყრდნობა. არც მან იცოდა რამე პურის მარცვლისა და სტუმარს თავის უფროს ძმასთან მიასწავლა. ცოტა ზევით ჩვენი უფროსი ძმა ცხოვრობს. იმის ეზო კართან დაიძახე, იქნები მან იცოდეს რამე. მიადგა კაცი კითხვა კითხვით, სულ უფროსი ძმის კარებს და დაიძახა. ოჯახის პატრონო, სტუმარი არ გინდა? გამოვიდა გარეთ ისეთი ფანფაშა და ლამაზი ქალი, რომ კაცს თვალს მოსტაცებს და გამოსძახა. სტუმარი ღვთისა, როგორ არ გვინდა მობრძანდით შინ? მე ოჯახის უფროსის ნახვა მინდა. უთხრა კაცმა. ოჯახის უფროს ძინავს, ვერ გავაღვიძებ. მეც ამ ოჯახის უფროსი ვარ. რა საქმე გაქვს, მე მითხარი? არა, მასთან მაქვს საქმე. მაშდაც და მოგიწევს, სანამ ძილს დაასრულებს. გააფრთხილა ქალმა. დავიცდიო, უთხრა კაცმა. დაჯდა იქვე კართან და დაიწყო ლოდინი. დიდხანს ელოდა, მოსაღამოვდა, მაგრამ მასპინძელს არ გამოეღვიძა. ქალს ძლიერ ერიდებოდა ქმრის გაღვიძება, მაგრამ რომ დაინახა კაცი ლოდინით დაიღალა, შეებრალა სტუმარი და იფიქრა. მოდი, ამ ერთხელ გავაღვიძებ ქმარს, რაც იქნება იქნებაო. გააღვიძა ფრთხილად. წამოდგა ახალგაზრდა კაცი, პირი დაიბანა, სარკეში ჩაიხედა. შავ თმაში ერთი ჭაღარა გამორეოდა. კაცმა სტუმარი სადილად მიიპატიჟა. ჯერ პური და ღვინო შესთავაზა, შემდეგ კითხა მოსვლის მიზეზი. კაცმა ჯიბიდან პურის მარცვალი ამოიღო, აჩვენა და კითხა. აი რამ მომიყვანა, მაინტერესებს, იმ დროის მომსწრე თუ ხარ, როცა ხალხი ასეთ პურს ჭამდა. ვარ, როგორ არა ვარ, ოღონდ ჯერ დაიცადე, ჭამა დავამთავროთ და მერე გეტყვი. პური რომ ჭამეს, ცოლს თხოვა. ცოლი ორსულად ყავდა და დღე-დღეზე ბავშვი უნდა გაეჩინა. ძვირფასო, ატი მესამე სართულზე და საზამთრო ჩამოგვიტანე. გაიქცა ქალი და ჩამოიტანა საზამთრო. ეს არა, ცოტა უფრო დიდია არჩიე და ის ჩამოიტანე. სთხოვა ისევ ქმარმა. გაიქცა ქალი, აიტანა მესამე სართულზე ეს საზამთრო და ისევ ჩამოიტანა. კარგია, მაგრამ ამაზე უკეთესის არჩევად შეიძლებოდა. კიდევ უთხრა ქმარმა. ქალი მესამედ გაიქცა და ისევ ის საზამთრო ჩამოიტანა. სხვა არც აქვთ. დაჭრეს საზამთრო, მიართვეს სტუმარს ჭამეს გემრიელად. ძალიან დამიგვიანდა, უნდა წავიდე, სანამ სრულიად დამიღამდება. მითხარი ამ პურის მარცვლის ამბავი. სთხოვა სტუმარმა მასპინძელს. ეგ მარცვალი იმდროინდელია. უთხრა მასპინძელმა კაცს. როცა ორი ძმა იყრებოდა,
ერთი ცოლშვილიანი, მეორე უცოლშვილო. კალოზე რომ მოსავალს იყოფდნენ, უცოლო ეუბნებოდა: შენ წაიღე ძმაო მეტი, შენ ოჯახიანი კაცი ხარ, მეტი გჭირდება. ცოლშვილიანი კიდევ ეუბნებოდა: არა ძმაო, შენ წაიღე მეტი, უცოლო ხარ, ცოლი მოსაყვანი ყავს და ოჯახი შესაქმნელი, მეტი ხარჯი გელოდება წინო. აი ეს სიკეთის მარცვალი მაშინ დაკარგულა და შენ გიპოვია. ახლა ეს გამაგებინე, შენ თუ ძმებზე უფროსი ხარ, ის შენი ძმები რად არიან გათეთრებული მოხუცები და შენ ასეთი ჯელი? გეტყვი, რატო არ გეტყვი? გაეცინა კაცს. შენს უმცროს ძმასა და შუათანას ცოლები პატივს არ სცემენ და ასე იმიტომაც დაბერდნენ. ჩემი ცოლი კი ისეთი გულიანი და კარგი ქალია, რა დაგვაბერებს, დღევანდლამდის ერთი ჭაღარაც არ მერია. ახლა ერთი ჭაღარა გამომაჩნდა, რადგან ძილი ვერ დავამთავრე. ჩემს ცოლს ხომ უყურებ როგორაა, დღე-დღეზე ბავშვს მაგრამ ჩემი ხათრით სამჯერ ავიდა მესამე სართულზე და ჩამოვიდა. მე განა იქ საზამთროს ბაღი მქონდა? სულ ერთადერთი საზამთრო გვედო, მაგრამ ხათრი არ გამიტეხა, ავიდა და ჩამოვიდა. მეც ასე ვარ მისი გულისთვის, ამიტომაც არ დავბერდით. ხანი კი დიდი გვაქვს. წადი ახლა და როგორც გიშრომია, ისე იშრომე. გულკეთილობა, ხათრი და პატიოსანი შრომა არც შენ დაგაბერებს. კაცი მასპინძლებს გულითადად გამოემშვიდობა. წამოვიდა შინ და როგორც შრომობდა, განაგრძო ისევ თავისი შრომა და მთელი ცხოვრება სიკეთის გზიდან არ გადაუხვევია. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა, ელასა, მელასა, ჭიქამეკი და ყელასა, თქმელსაც და გამგონებელსაც, ძილი გვაამოს ყველასა.